მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს საეკლესიო გალობის შესახებ, ჩვენ ვისაუბრებთ ადრე ქრისტიანული საგალობლების შესახებ. საეკლესიო გალობა, როგორც მოგეხსენებათ, არის გამოცხადებითი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს გამოცხადება ისაია წინასწარმეტყველისა, მისივე წინასწარმეტყველური წიგნიდან, საიდანაც ვიგებთ თუ როგორ გამოეცხადა ისაია წინასწარმეტყველს ანგელოზთა დასი, სერაფიმები, რომლებიც დაუცხრომელად აღავლენდნენ ღვთისადმი ქების მეტყველებას, გალობას და მოგეხსენებათ, რომ სერაფიმები ანგელოზთა იერარქიაში ყველაზე ახლოს მდგომი არიან ღმერთთან და მათი გალობა გაიგონა ისაია წინასწარმეტყველმა, ისინი გალობდნენ სიტყვებით წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთს. ჩვენ ეკლესიის ისტორიიდან ვიცით სხვა ფაქტებიც, რომელიც მიუთითებს საეკლესიო გალობის გამოცხადებაზე. ვიცით ეგნატე ღმერთშემოსილის შესახებ, როგორც მოგეხსენებათ, ის არის პირველი მეორე საუკუნეების მიზნის მოღვაწე, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე, რომელსაც ჰქონდა გამოცხადება, მანაც იხილა ანგელოზთა დასი, რომლებიც ორ გუნდად გალობდნენ და სწორედ ეგნატე ღმერთშემოსილს მიეწერება, ასე ვთქვათ, ანტიფონური გალობის დამკვიდრება ეკლესიაში და სწორედ ანტიფონური გალობის შემოღება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ამაზე ყურადღებას ამახვილებდა ბასილი დიდი, რომ ანტიფონური გალობა რწმენაში აძლიერებს. ჩვენ უკვე გქონდა წინარე საუბრებში შევეხეთ ანტიფონური გალობის წესს და დღესაც აღნიშნავთ, რომ ანტიფონური გალობის ფორმა ფაქტობრივად მსჭვალავს საეკლესიო ღვთისმსახურებას და ის რომ სამწუხაროდ დღეს ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში ყოველთვის არ არის ეს წესი დაცული, არადა საეკლესიო წიგნებში მითითებულია ხშირად, რომ საგალობლები უნდა შესრულდეს ანტიფონური წესით. მითითებულია პირდაპირ, რომ ამა თუ იმ მონაკვეთ საგალობლის ასრულებს ჯერ ერთი გუნდი, მერე მეორე გუნდი, ჯერ მარცხენა გუნდი, შემდეგ მარჯვენა გუნდი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ სრულდება და ვიმოდოვნებთ, რომ გალობის ტრადიციის აღდგენასთან ერთად ეს წესიც აღდგება. და ეს ანტიფონური გალობის წესი თავიდანვე იყო ადრე ქრისტიანულ ხანაში აღმოცენებული და დამკვიდრებული, როგორც ჩანს. და რა შეიძლება ვთქვათ ადრე ქრისტიანული ხანის გალობის შესახებ? ერთადერთი უძველესი ხელნაწერი ნოტირებული, რომელიც მოღწეულია ჩვენამდე, ეს არის მეორე საუკუნის ეგვიპტეში აღმოჩენილი ხელნაწერი, ეს არის ოქსირინხოსის ხელნაწერი, სადაც ასახულია ფრაგმენტი გალობისა, რომელიც მიძღვნილია ყოვლადწმინდა სამებისადმი. უკვე ეს საგალობელი, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, არის არსებითად განსხვავებული მანამდე არსებული გალობისაგან. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ადრე ქრისტიანულ ხანაში ერთმანეთს ერწყმოდა ებრაული ტრადიცია, სირიული გალობის, ასევე ძველი ბერძნული ჰიმნების რაღაც თავისებურებები, რომელიც გამოვლენილია გარკვეულ საგალობლებში, ადრე ქრისტიანულ საგალობლებში, მაგალითად კლიმენტი ალექსანდრიელის მიერ შეწყვილ საგალობლებში, რომელიც მეტრული არის. მაშინ, როდესაც მეტრულობა ქრისტიანული გალობისთვის არ არის არსებითად დამახასიათებელი და ეს უარყოფილია ქრისტიანულ საგალობლებში ეს თავისებურება და რატომ ჩვენ ვიცით, რომ ეს მეტრულობა გამოხატავს ჰიმნის კავშირს ქორეოგრაფიულ ელემენტთან და ვიცით, რომ ძველი ბერძნული ჰიმნები იყო სწორედ ესეთი სინკრეტული, ის გამოხატავდა ესე იგი გამოხატავდა ქორეოგრაფიულ ელემენტს, ანუ საგალობლის აღვლენის დროს ცეკვის ელემენტს. ცხადია, ქრისტიანულ კულტურაში ეს ყოველად მიუღებელია და ამდენად
ეს მეტრული საზომებიც უარყოფილია ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. ისეთი დიდი მოღვაწის საგალობლებიც კი, როგორც არის გრიგოლ ნაზიანზელი, რომელიც ქმნიდა აი ამ მეტრულ ჰიმნებს, არ არის კანონიზებული საღვთისმსახურო პრაქტიკაში, სწორედ მათი მეტრულობის გამო. აი საეკლესიო საგალობლები ადრე ქრისტიანული აგებულია დიატონურ კილოებზე. ჯერ კიდევ კლიმენტი ალექსანდრიელი წერდა იმის შესახებ, რომ არ შეიძლება დაიშვას ეკლესიაში ქრომატიული კილოები. ქრომატიული კილოები ვიცით, რომ მიღებული იყო ძველ საბერძნეთში, ძველი ბერძნული ჰიმნების აღვლენის დროს და მიჩნეული იყო, რომ ეს დიატონური კილოები არის უმანკო და რა თქმა უნდა მიიჩნევდნენ ეკლესიის მამები, რომ ამ ქრომატიული კილოების აღვლენა შემოტანა ეკლესიაში ქმნის საფრთხეს, რომ რაღაც უფრო ამქვეყნიური გზნობები იყოს გამოხატული საეკლესიო გალობაში, რაც მიუღებელია თავისთავად, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, გალობა არის გამოცხადებითი, ეს არის სახე ანგელოს და გალობისა, ეს არის სულიწმინდის მიერი და შეუძლებელია, რომ საეკლესიო გალობა გამოხატავდეს ამქვეყნიურ გზნობებს, ან სხეულებრივ მოძრაობას და ასე შემდეგ. ამიტომაც თვითონ რიტმი, საგალობლების რიტმიც უფრო ასახავს სიტყვერი ტექსტის ინტონაციურ რიტმს. განსაკუთრებით ეს დამახასიათებელი იყო ადრე ქრისტიანული საგალობლებისთვის და სხვათა შორის სიტყვერი ტექსტის სინტაქსსაც მიყვება. ეს უფრო მაშაზადამე უფრო სადღაც მე-7 საუკუნემდე მაინც ამ ტიპის იყო სადა ამ საგალობლები, საეკლესიო საგალობლები. ჩვენ ვიცით, რომ ადრე ქრისტიანულ ხანაში ქრისტიანები საკმაოდ ვრცელ ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ. მთელი ღამის განმავლობაში გალობდნენ. ძალიან საინტერესო ცნობები არის სილვია აკვიტანელის ეგერიას, სხვაგვარად ასეც უწოდებენ, ეგერიას მოგზაურობა, ესეთი დოკუმენტი არის ჩვენამდე მოღწეული, მე-4 საუკუნის მოგზაური ქალის, რომელმაც მოილოცა იერუსალიმი და აღწერა წმინდა ადგილები და ღვთისმსახურება იმდროინდელი. სილვია აკვიტანელი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მრავალფეროვანი იყო გუნდები, რომლებიც იქ ჩადიოდნენ იერუსალიმში და აღავლენდნენ საგალობლებს. აქ მინიშნება იმისა, რომ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, მომლოცველები, რომლებიც ჩადიოდნენ იერუსალიმში და გალობდნენ, თავიანთ ერის თვითმყოფად საეკლესიო მუსიკას აღავლენდნენ და ისინი თვითმყოფად კულტურას წარმოაჩენდნენ. იმიტომაც აღნიშნა მის შესახებ, რომ ცდარია მოსაზრება თითქოს საეკლესიო გალობა იყო იმ სახის ყველასთვის იყო საერთო მელოდიები, საერთო კანონიკური იყო რაღაცა ერთი ტიპის მელოდია, რომელიც სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს უნდა ეგალობა. ეს მცდარი აზრია ქრისტიანული კულტურა არის კულტურა, რომელიც ყველაზე მეტად წარმოაჩენს ამა თუ იმ ერის შემოქმედებით, ნიჭს შემოქმედებით მისწრაფებებს და მათ შორის ქართული კულტურაც ამის ნათელი გამოვლინება გახლავთ. მე მინდა აღვნიშნო იმ მოღვაწეების შესახებ, რომლებაც ადრეული ქრისტიანული ხელოვნების განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზეც, რომ გალობა მიიჩნეოდა საშუალებად იმისთვის, რომ ქრისტიანული დოგმატები უფრო ადვილად შეემეცნებინა მრევლს, როდესაც
ტაძარში იდგა და საეკლესიო საგალობლებს უსმენდა. ამას აღნიშნავს ბასილი დიდი, რომ აი დოგმატები, საეკლესიო დოგმატები უფრო ადვილად აღსაქმელი არის მრევლისთვის, როდესაც ეს გაერთიანებულია მუსიკასთან. და მართლაც მიიჩნევა, რომ საეკლესიო საგალობლები წარმოადგენს, ეს არის ფაქტობრივად დოგმატიკა გადმოცემული პოეტური ენით. ჩვენ ვიცით მაგალითად არაერთი საგალობელი, რომელიც სწორედ ამ მიზნით არის დამკვიდრებული სამგალობლო პრაქტიკაში. მაგალითად იმპერატორმა იუსტინიანემ შექმნა საგალობელი მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა უკვდავი არსება, ეს გახლავთ წირვის მეორე ანტიფონზე დართული საგალობელი, ეგრეთ წოდებული აწდას შემდეგ მოსდევს ეს საგალობელი. ეს საგალობელი შეიქმნა მე-6 საუკუნეში ნესტორიანული მწვალებლობის თავიდან ასაცილებლად, რადგან ამ საგალობელში მკაფიოდ არის გამოხატული დოგმატი ქრისტეს ორ ბუნებოვნების შესახებ. და მრავალი სხვა საგალობელი, მაგალითად ხშირად იოანე დამასკელის, კოზმა იერუსალიმის საგალობლები სწორედ ხშირად მეცნიერებიც აღნიშნავენ იმას, რომ მაგალითად კოზმა იერუსალიმის საგალობელი შობისა, რომ ეს ამ საგალობლებში არის ტექსტი ისეთი, რომელიც ფაქტობრივად საწინააღმდეგოა იმ მწვალებლობისა, ხატმებრძოლობის მწვალებლობისა, რომელიც იმ ხანად იყო საკმაოდ გავრცელებული და აქაც საუბარია მაცხოვრის განკაცების შესახებ. ხო და ეს დოგმატი, რა თქმა უნდა, თავისთავად უშვებს იმას, რომ ხატი შეიქმნას მაცხოვრისა. ისევე როგორც იოანე დამასკელზე ამბობდნენ, რომ მისი თხზულებები და მათ შორის საგალობლები ადარებდნენ მეხს, რომელიც თქვათ ანადგურებს ყოველგვარ მწვალებლურ აზრებს და მწვალებლურ სწავლებას. გარდა ამისა, მთელი საგალობლები მიიჩნევა, ასე ვთქვათ, მაგალითად რომანოს წყვილგალობლის საგალობლები მიიჩნეოდა ლირიკულ ქადაგებად. მართლაც ამ საგალობლებში გადმოცემული არის სწავლებები, ქრისტიანული სახარებისეული იგავები, მაგალითად პეტრეს გაცემის შესახებ, 10 ქალწულის შესახებ და ისინი მართლაც წარმოადგენენ ლირიკულ ქადაგებას. ვიცით, რომ აი რომანო წყვილგალობელი იყო სირიიდან და მისი შემოქმედება იყო ძალიან მდიდარი, ის 1000-მდე კონდაკის ავტორია და მისი საგალობლების მართალია კონდაკმა ტრანსფორმაცია განიცადა და იმ სახით აღარ სრულდება საღვთისმსახურო პრაქტიკაში, მაგრამ მან ძალიან დიდი კვალი დააჩნია სამგალობლო ხელოვნების შემდგომ განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მოღვაწეების წვლილი, მაგალითად როგორც არის ამბროსი მედიოლანელი, რომლის კილოზეც საუბრობენ, ამბროსისეული კილო, ხო, ასე მოიხსენიებენ და არის გადმოცემა იმის შესახებაც, რომ მან პირველი 4 ხმის საგალობლები დაამკვიდრა საღვთისმსახურო პრაქტიკაში. ჩვენ ვიცით, რომ 8 ხმის სისტემა სამგალობლო პრაქტიკაში დამკვიდრა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ის საბოლოოდ მიიღებდა სრულიად ჩამოყალიბებულ სახეს იოანე დამასკელის შემოქმედებაში. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი 8 ხმის სისტემის შემოღება საღვთისმსახურო პრაქტიკაში, იმიტომ რომ საგალობლების რეპერტუარი ამ სისტემის შედეგად, დამკვიდრების შედეგად გახდა უფრო და უფრო მრავალფეროვანი და მათ შორის სადღესასწაულო საგალობლები თუ ყოველდღიური ღვთისმსახურების საგალობლები გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი მრავალფეროვნებით და ეს იყო მსახურება, რომელიც მართლაც იყო ღვთისმშვენიერი და ღვთისმსახურება შეეფერებოდა სწორედ ამის გამო, მრავალფეროვანი ჰანგების, მრავალფეროვანი მელოდიების გამო.
გამო, რასაც უზრუნველყოფს სწორედ ვრახმის სისტემის დამკვიდრება საღვთისმსახურო პრაქტიკაში. როგორც ვიცით, აი ცნობა არსებობს იმის შესახებ, რომ ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქი კონსტანტინე საუბრობდა საგალობელზე, ტროპარზე მეოთხე ხმაში. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა, ვრახმის სისტემა მართლაც ადრე იყო დამკვიდრებული საღვთისმსახურო პრაქტიკაში. წყაროები, სადაც საუბარია ხმათა სისტემაზე, საკმაოდ ძველია. მაგალითად, დასავლური წყარო არის ესეთი მე-8 საუკუნის მოღვაწე იყო ალკუინი, რომელიც საუბრობდა ესეთი სწავლული, რომელიც საუბრობს თავის ტრაქტატში საეკლესიო კილოების შესახებ და ის სწორედ საეკლესიო კილოები ამ შემთხვევაში ის ხმათა სისტემას გულისხმობს, ის საუბრობს, რომ ეს ყველაფერი აღმოცენებულია ეყრდნობა მოდუსებს, გარკვეული მელოდიურ საქცევებს, რომელიც საფუძვლად უდევს საგალობლებს. მართლაც ეს ვრახმის სისტემა ეფუძნება იმ სტრუქტურულ ერთეულებს, მელოდიურ სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საგალობლებიდან არის, ესე იგი, თავმოყრილი და აი ამ მზა სტრუქტურულმა ერთეულებმა, მელოდიურ ინტონაციურმა ერთეულებმა მიიღო კანონიზებული, ასე ვთქვათ, რეპერტუარის მნიშვნელობა, კანონიზებული მუსიკალური, ასე ვთქვათ, ესეთი ნაკრები წარმოადგინა მან, აი ამ ნაკრებმა, რომელიც საფუძვლად ედება უკვე ახალი ხანგების შედგენას. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ხმათა სისტემა ვითარდებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ იმპროვიზაციული ხელოვნება ვითარდებოდა და იმპროვიზაციის შედეგად ახალი მელოდიური ინტონაციური, ასე ვთქვათ, შრეჩნდებოდა, რომელიც გვიზრდებოდა საღვთისმსახურო პრაქტიკაში. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ასევე გრიგოლ დიდის, რომის პაპის, გრიგოლ პირველის მოღვაწეობა, რომელსაც მიეწერება ანტიფონარიუმის შექმნა საეკლესიო გადმოცემით. ეს არის წირვის საგალობლების ნაკრები, მთელი, ესე ვთქვათ, კრებული წირვის საგალობლებისა, რომელიც მან შექმნა. არის სხვა მოსაზრება, რომ მან მთლიანად ეს რეპერტუარი კი არ შექმნა, არამედ მან შეარჩია სიტყვიერი ტექსტები ამ საგალობლებისა, სიტყვიერი ზოგადად შეარჩია რეპერტუარი და იყო რედაქტორი აი ამ წიგნისა და უდიდესი წვლილი შეიტანა მან სწორედ სამგალობლო კულტურაში და მისი, ასე ვთქვათ, ის მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, ცნობილია გრიგოლისეული ქორალის სახელით. მე მინდა ვთქვა, რომ ქართული წყაროებიც, ძველი ქართული წყაროებიც ადასტურებს იმ თვალსაზრისს, რომ აი ამ უდიდესი მოვლენის დაუშვათ ვრახმის სისტემის ჩამოყალიბება და დამკვიდრება დაკავშირებულია იოანე დამასკელის სახელთან. ეს არის ძალიან საინტერესო წყარო, არაბული ვერსია იოანე დამასკელის ცხოვრებისა, რომელიც ჩვენამდე არის მოღწეული, ეფრემ მცირის თარგმანი არის ბერძნულიდან, ხოლო დედანი, არაბული დედანი მე-9 საუკუნეშია შექმნილი და იქ სწორედ მონათხრობია იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი მელოდოსი იყო იოანე დამასკელი და ავტორი საგალობელთა არა მარტო ტექსტების, არამედ მელოდიების. ასევე მნიშვნელოვანი წყარო არის სვიდას ლექსიკონი, სადაც ნათქვამია, რომ იოანე დამასკელი არის სწორედ ოქტოიხოსის ავტორი, ანუ ვრახმის სისტემის საგალობლების შემცველი კრებულის ავტორი. მართალია ეს გვიანდელი წყაროა, მაგრამ ნამდვილად სარწმუნო წყაროა და ეს რეფორმა განხორციელდა საბაწმიდის მონასტერში, სადაც მოღვაწეობდა იოანე დამასკელი. მაშასადამე აი ეს
რეპერტუარი, რომელიც შეიქმნა ადრე ქრისტიანულ ხანაში, სადაც თანაარსებობდა როგორც ფსალმუნური გალობა, ისე როგორც და თანდათანობით მდიდრდებოდა ეს რეპერტუარი ახალი ღვთის ეკლესიის წიაღში შექმნილი საგალობლებით, ფაქტიურად შექმნა ის საფუძველი, უკვე საკმაოდ დიდი რეპერტუარი, რომელმაც საფუძველი მოუმზადა შემდგომ სამგალობლო ხელოვნების განვითარების ახალ ეტაპს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ადრექრისტიანულ ხანაში, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, საგალობლები უფრო იყო სადა, სილაბური სტილი, სადაც თითო ბგერას თითო მარცვალს შეესაბამებოდა თითო ბგერა. ეს ვითარება იყო დაახლოებით მე-7 საუკუნემდე და ჩვენ აქ გვხვდება როგორც სილაბური სტილის საგალობლები, ასევე გვხვდება ზოგადად ფსალმოდიური სტილი, რომლის შესახებაც მე წინარე ლექციებში მქონდა საუბარი და შემდგომ უკვე სადღაც მე-7-მე-8 საუკუნიდან, მას შემდეგ რაც საღვთისმსახურო პრაქტიკაში მკვიდრდება ჟანრი, ჰიმნოგრაფიული კანონი, აი ამ დროიდან მოყოლებული უკვე ახალი სტილი აღმოცენდება, ეს არის ნევმატური სტილი, რომლის დროსაც უკვე მელოდიური ნახაზი საგალობლისა შედარებით უფრო განვითარებულია. აი ამ ეტაპებზე თუ რა განვითარება პოვა საეკლესიო საგალობლებმა შემდეგ, ესე იგი, სადღაც მე-7-მე-8 საუკუნიდან მოყოლებული, ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ, იმიტომ რომ უაღრესად საყურადღებო ეტაპები არის ამ სამგალობლო კულტურის განვითარებისა. და უბრალოდ დღეს შევაჯამებთ ამ ჩვენ საუბარს და ვიტყვით, რომ ფაქტობრივად მე-7 საუკუნისთვის, მე-7 საუკუნე, აი ადრეულ ქრისტიანული ხანა, რომელსაც ჩვენ შევეხეთ, ეს აქ იგულისხმება მე-4-მე-7 საუკუნეები, ანუ ის პერიოდი, როდესაც ქრისტიანობა გამოცხადა ოფიციალურ რელიგიად და მე-7 საუკუნეში უკვე ესე იგი სრულდება ეს ადრექრისტიანული ხანა, უკვე შექმნილია ძალიან მნიშვნელოვანი რეპერტუარი, სამგალობლე რეპერტუარი და უკვე ივანე დამასკელის მოღვაწეობის პერიოდში, ანუ საბაწმინდის სკოლის სამგალობლო სკოლის აი ამ აღმოცენების შედეგად და აი ამ სკოლის შემოქმედებითი მიღწევების შედეგად უკვე გატარდა არაერთი რეფორმა სამგალობლო ხელოვნებაში, რამაც გამოიწვია სრულიად ახალი ეტაპი სამგალობლო კულტურის განვითარებაში. ეს დაკავშირებულია ახალი ტიპის კრებულების შექმნასთან, როგორიც არის ირმოლოგიონი, ოქტოიხოსი და სხვა კრებულები და დაკავშირებულია სამგალობლო რეპერტუარის გაფართოებასთან და არსებითად ახალი კომპოზიციის, პოეტურ-მუსიკალური კომპოზიციების ჩამოყალიბებასთან, რის შესახებაც შემდეგ ვისაუბრებთ მომდევნო საუბრებს მიუძღვნით ამ თემებს. მადლობთ ყურადღებისათვის.